დღეს ქუთაისში ქუთაის ქალაქობას ზეიმობენ. გავიგოთ, საიდან იღებს სათავეს ტრადიცია. ზოგადად ყველა ქალაქს აქვს საკუთარი დღესასწაული და მათ შორის ქუთაისაც. ამ დღეს ჩნდება ქალაქის სახე. აი ამ დღეს ქალაქი თავის თავს ესაუბრება, ანუ დიალოგში არის თავის თავთან. რა თქმა უნდა, ქუთაისი არ არის გამონაკლისი, იმიტომ რომ ქუთაისი არის განსაკუთრებული ქალაქი, გამორჩეული თავისი სიძველით და თავისი კულტურული კოდებით. აი ქუთაისში სამი კულტურული კოდი ერთმანეთს ერწყმის. ეს არის სუფთა ქართული კოდი, ევროპული კოდი, იმპერიალისტურ საბჭოთა კოდი, მაგრამ ეს კოდები ქუთაისში ცალ-ცალკე კი არ არსებობენ. ისინი ერთმანეთთან გაერთიანებულები არიან და ქმნიან საერთო კულტურას, საერთო სილამაზეს. და აი ეს სილამაზე არის დამახასიათებელი ყოველთვის ქუთაისისთვის და ქუთაისი ისეთი ქალაქია, რომ ახალი იდეების გენერატორია. ასე იყო ის მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, ასე იყო მე-20 საუკუნეში და ეს ახალი იდეები მას ევროპიდან მოაქვს. არ ყოფილა შემთხვევა ქუთაისის ისტორიაში, რომ ქუთაისი არ იჭვრიტებოდეს ევროპისაკენ. და აი სწორედ ამაში მდგომარეობს მისი სილამაზე. გარდა ამისა, ქუთაისი მარტო შენობები არ არის. ქუთაისი უნდა იგრძნო და ყველა ასე ამბობს, ვინც ქუთაისელია, რომ ქუთაისი უნდა იგრძნო და თუ შენ იგრძენი ქუთაისი, ისიც აუცილებლად გიგრძნობს და არასოდეს არ გიღალატებს ისეთი ქალაქი. გარდა ამისა, ქუთაისი არის სავარდო და სამაისო. არაერთ პოეტს მიუძღვნია ამისათვის ლექსი და ნახეთ ეს ორი ტერმინი როგორ ებმის ქუთაისს. სავარდო იმას ნიშნა ვარდი, რისი სილამაზის სიმბოლოა, სიყვარულის სიმბოლოა, კულტურის სიმბოლოა, მაისი გაზაფხულის სიმბოლოა, განახლების სიმბოლოა, მეხსიერების აღდგენის სიმბოლო და მომავლისკენ ჭრეტის არის. აი ეს ორი პოსტულატი, ვარდი და მაისი, არის ქუთაისის თანმდევი ყოველთვის. და რაც შეეხება ეხლა თვითონ ადამიანებს, ქუთაისში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი თავდაპირველი სითბო და ურთიერთობები, რაც ადრე ყველა ქალაქისთვის იყო დამახასიათებელი. მე ვისურვებდი, რომ აი ეს ურთიერთობები, მეგობრული, მეზობლური, ნათესაური, კოლეგიალური, არასოდეს არ უნდა დაეკარგოს ქუთაის, თორემ თუ მან ეს სითბო და ურთიერთობები დაკარგა, ქალაქი დაკარგავს თავის ავთენტურობას. არავინ არ არის წინააღმდეგი იმისა, რომ ჩვენთან უნდა მოხდეს აი რაღაც კომერციული სარგებლიანობის იდეა უნდა განხორციელდეს და სიახლეები უნდა იქნას ქალაქში შემოტანილი, მაგრამ აი ეს კომერციული სარგებლიანობის იდეა უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს დაკავშირებული ქალაქის სარგებელთან. ანუ რა სარგებელს მისცემს ეს ქალაქს და არა და იმ ორი ადამიანის ჯიბეების გავსება, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეხლა რაც შეეხება გვირილობის დღესასწაულს. ქუთაის ეს გვირილობის დღესასწაული დღეს ატარებს რაღაც ესთეტიკური ტკბობის ფუნქციას და მას არ აქვს ისეთი მნიშვნელობა, რაც ისტორიულად ჰქონდა. ჯერ ესერთი უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს დღესასწაული არასოდეს არ ყოფილა ქუთაისის ცალკე დღესასწაული, იმიტომ რომ ეს იზეიმებოდა მთელ რუსეთის იმპერიაში და მათ შორის ყველა საგუბერნიო ქალაქში და რა თქმა უნდა ქუთაისშიც, მაგრამ აი ქუთაისმა მას მისცა სხვანაირი სახე. აი როგორ გითხრათ, ეს იყო საქველმოქმედო ღონისძიება, მაგრამ ქუთაისის სინამდვილეში ეს იყო სახალხო ღონისძიება. იმიტომ რომ ამ დღესასწაულში ჩართული იყო ადამიანებისათვის ზრუნვა. არა ის ფორმალური, რომ რაღაც თანხები შეკრებილი იყო და მერე ეს ტუბერკულოზის თან ბრძოლის წინააღმდეგ გადარიცხულიყო, ან კიდევ აი ამ დროს ეს გვირილობები როცა ტარდებოდა, ეს თანხა ხმარდებოდა აბასთუმანში სპეციალური სანატორიუმის მშენებლობას. არა მაგისთვის, არამედ ამ დღეს ქუთაისი როგორც ერთი ადამიანი ისე იყო გაერთიანებული თავის ქალიან კაციანად და ეს დღესასწაული გადაზარდეს მათ გადაზარდეს ზრუნვის დღესასწაულში. მე არ მიმაჩნია სწორად, რომ ჩვენ სავარდო და სამაისო ქუთაისი შევცვალე
და რატომღაც გვირილას მივანიჭეთ უპირატესობა. ამისი საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. ახლა გვირილა ძალიან მარტივი ყვავილია და ქუთაისიც ზოგადად მარტივი ქალაქია. და ყველა ვიცით, რომ სიმარტივეში დევს გენიალურობა. მაგრამ როდესაც ქუთაისში დადიხარ და ყველა ეზოში, მაისის დასაწყისში ყავის მაისის ვარდები და ქალაქი ჩაფლული არის მაისის ვარდების სურნელში, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ გვირილას უპირატესობა მივანიჭოთ და ვარდი მეორე პლანზე გადავიტანოთ. ქუთაის ქალაქობა ზოგს არ მოსწონს ეს ტერმინი, მაგრამ ქუთაისის დღესასწაული, ქალაქის დღესასწაული საინტერესო არის იმით, რომ ამ დღეს ყველა ოჯახი ზეიმობს, გამოდის, ერთობიან, აი ამ დღეს ქალაქი აჩვენებს თავის მეხსიერებას და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქუთაისი არასოდეს არ ხმაურობს თავისი სიძველით და არც თავისი ისტორიით, არამედ ის არის ჩუმად, მაგრამ ყოველთვის ახსოვს საიდან მოდის და ვინ არის ის.